26 აპრილი 1986 წელი. ხამე, რომელიც საუკუნოდ ჩაიწერა კაცობრიობის მეხსიერებაში. დრო ხამის პირველი საათი და 23 წუთი. ადგილი ჩერნობილი. რეაქტორი ნომერი 4. დუმილი. და შემდეგ აფეთქება, რომელიც უხილავი მტრის კარს აღებდა. ამ წუთიდან ჰაერი გახდა უჩინარი მკვლელი. ქალაქი მახე, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის. ჰაერში აღარ არის სიცოცხლე, მხოლოდ რადიაცია, უხმო, უჩინარი და დაუნდობელი. ქალაქს ძინავს და ამ დროს მის თავზეც საუკვე მოწამლულია. რეაქტორის პერსონალი არაფარებს ხელს სახეს, რადგან მათ არ უთხრეს, რომ სიკვდილი უკვე მუშაობს. ეს არ არის უბრალოდ კატასტროფა, ეს არის ადამიანური შეცდომების ხარკი, რომელსაც ბუნება არ პატიობს. და მაინც ჩვენ ყოველთვის გონია, რომ ვაკონტროლებთ, სანამ ერთი წამი არ დაგვიმტკიცებს საწინააღმდეგოს. ეს არის ამბავი ჩერნობილზე, მკვდარ ქალაქზე. 1970 წელი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამხდარიყო ტექნოლოგიური სიძლიერის სიმბოლო, ატომური ელექტროსადგურის აშენება ჩრდილოეთ უკრაინაში. არჩევანი შეჩერდა პატარა დასახლებაზე, ჩერნობილზე, რომლის მახლობლადაც იგეგმებოდა სრულიად ახალი ქალაქის, პრიპიატის შექმნა. ქალაქი, რომელიც უნდა დასახლებულიყო ახალგაზრდა სპეციალისტებით, ინჟინრებით და მეცნიერებით. იგი იქნებოდა არა მხოლოდ თანამედროვე მოდელის საბჭოთა ქალაქი, არამედ პირდაპირ მომსახურე ცენტრი ბირთვული გიგანტისთვის. ამ ამბიციური გეგმის პოლიტიკურ ზედამხედველობას აწარმოებდა საბჭოთა ენერგეტიკის მინისტრი პიოტრ ნედბაილო, ხოლო პროექტის ტექნიკურ მართვაზე პასუხისმგებელი გახდა ვიქტორ ბრიუხანოვი, განათლებით ელექტროინჟინერი, რომელიც მალევე დაინიშნა სადგურის დირექტორად. მის გვერდით მთავარი ინჟინრის რანგში მუშაობდა ნიკოლაი ფომინი, გადაწყვეტილებების მიმღები, ტექნიკური ხარვეზების მაკონტროლებელი და იმ სისტემის ცენტრალური ფიგურა, რომელიც მოგვიანებით ტრაგედიად იქცა. მშენებლობის ზედამხედველობას ახორციელებდა ვიტალი სკლაცკოვი, ხოლო არქიტექტურულ ინჟინრული პროექტირება ეკუთვნოდა ჰიდროპროექტის ჯგუფს, წამყვან სახელმწიფო ინსტიტუტს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დარგში. სადგურისთვის შერჩეულ იქნა RBMK 1000 ტიპის რეაქტორები, მაღალი სიმძლავრის არხული ბირთვული სისტემები, რომლებიც გრაფიტის მოდერატორებით და წყლით გაგრილების პრინციპით მუშაობდნენ. მათი მთავარი უპირატესობა იყო სიმძლავრე, ეფექტიანობა და მასშტაბირების შესაძლებლობა, რაც საბჭოთა კავშირის მასშტაბებზე გათვლილ პროექტში იდეალურ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. თუმცა ამ სისტემას ჰქონდა რამდენიმე სერიოზული, სტრუქტურული პრობლემა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო ის, რომ რეაქტორი დაბალი სიმძლავრით მუშაობისას ხდებოდა არასტაბილური, ხოლო კონტროლის ხერხები, ისეთი მექანიზმები, რომელიც კრიტიკულ მომენტში რეაქტორის გაშერებას უზრუნველყოფდა, შექმნილი იყო კონსტრუქციულად სახიფათო მეთოდით. უფრო მეტიც, დასავლური სტანდარტებისგან განსხვავებით, ჩერნობილის რეაქტორს არ ჰქონდა სრულფასოვანი რადიაციული დამცავი კონტეინერი, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ავარიის შემდგომი მასშტაბების შესამცირებლად. 1977 წელს ამოქმედა პირველი ბლოკი, რეაქტორი ნომერი 1. მას მოჰყვა მეორე 1978 წელს, მესამე 1991 წელს და ბოლოს რეაქტორი ნომერი 4 1993 წელს. თითოეული მათგანი იყო 1000 მეგავატიანი ძალის მატარებელი. ჩერნობილის სადგური მთლიანობაში აწვდიდა ელექტროენერგიას მთელ უკრაინას, ბელორუსს და დასავლეთ რუსეთის რეგიონებს. ყოველ რეაქტორზე მუშაობდა ასობით თანამშრომელი, ხოლო მთლიან სადგურს მართავდა 4000-მდე ადამიანი. ახალი რეაქტორების აგება არ სრულდებოდა. დაგეგმილი იყო მეხუთე და მეექვსე ბლოკების დამატება. პრიპიატი იზრდებოდა. ქალაქი გახდა საბჭოთა არქიტექტურის, გეგმური ცხოვრებისა და პროგრესის ვიტრინა. ახალგაზრდებით სავსე ქუჩები, მაღაზიები, სკოლები და თეატრები ქმნიდნენ იმ ილუზიას, რომ ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა. თუმცა რეალობაში ყოველი დღე აწყდებოდა იმ ფარდის უკან მდგომ დეტალებს, რომლებიც თანდათან უხმოდ სახიფათოდ იტვირთებოდა. სისტემა მუშაობდა, მაგრამ იმ პირობით, რომ არავის დაესვა ზედმეტი კითხვა. არავინ შეეჭიდებოდა საბჭოთა ტექნოლოგიურ უპირატესობის მითს. რეაქტორი აწარმოებდა ელექტროენერგიას, ხოლო ჩერნობილი სიმშვიდის იმიტაციას. ამ სიმშვიდეში იზრდებოდა წერტილოვანი ბზარები, დაუმთავრებელი დიაგნოზები და გადაღლილი თანამშრომლები,
რომლებსაც მენეჯმენტი ხშირად აიძულებდა სტანდარტების გვერდით ავლით მომუშავად. და მაინც ყველაფერი გრძელდებოდა, სანამ არ მოვიდა ის ღამე, რომელსაც ვეღარაფერი ჩაანაცვლებდა. 26 აპრილს გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო პროცესი, რომელსაც არ უნდა დაიწყო. ღამე იყო მშვიდი, ცაზე არც ღრუბელი, არც ვარსკვლავი, მხოლოდ დამძიმებული სიჩუმე, რომელსაც არაფერი მოასწავებდა. პრიპიატს ეძინა, ქუჩები ცარიელი იყო, ხოლო ცვლაში მყოფი მუშები ფხიზლობდნენ, ჩვეული, რუტინული, თითქოს უსაფრთხო განცდით. მეოთხე რეაქტორში დაახლოებით ღამის პირველისთვის დაიწყო პროცესი, რომელსაც ოფიციალურად ერქვა ტურბოგენერატორის ინერციის ტესტი. ამ ექსპერიმენტს ფესვები ჰქონდა წარსულში გადგმული. შედარებით ადრე დაფიქსირდა, რომ რეაქტორის ელექტრომომარაგება გადაუდებელი გამორთვის შემთხვევაში რამდენიმე წამის დაგვიანებით გადადიოდა ავარიულ გენერატორებზე. ამ მცირე დროის ფანჯარაში კი საფრთხე რეაქტორის გადახურება იყო. ინჟინერებმა გადაწყვეტეს გამოიცადათ, შეძლებდა თუ არა ტურბინა, რომელიც რეაქტორის გამორთვის შემდეგ ინერციით ტრიალებს კვლავინდებურად მუშაობას და დაეწყვილებინათ ეს რამდენიმე წამი, სანამ გენერატორები ამუშავდებოდნენ. ექსპერიმენტი დაგეგმილი იყო დღისით, თუმცა პოლიტიკური ზეწოლის, გადადებული სამუშაოების და კომუნიკაციის ხარვისის გამო ტესტი რამდენიმე საათით გადაიდო და საბოლოოდ ღამის პირველ საათზე დაინიშნა. ეს იყო ღამე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია. მორიგე იყო ოპერატორი ალექსანდრე აკიმოვი. მის გვერდით იდგა ახალგაზრდა ინჟინერი ლეონიდ ტოპტუნოვი, 25 წლის სპეციალისტი, რომელიც მართავდა რეაქტორს. გარდა ამისა, ოთახში იმყოფებოდა ანატოლი დიატლოვი, სადგურის მოადგილე და ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ფიგურა ჩერნობილში. მას ზურგს უმაგრებდა ცივი დისციპლინა და ურყევი რწმენა იმისა, რომ ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ იყო. დიატლოვი იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეწყო ექსპერიმენტის განხორციელება ნებისმიერ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ რეაქტორი იმ მომენტში მუშაობდა დაბალ სიმძლავრეზე, დაახლოებით 200 მეგავატზე, რაც ითვლება უკიდურეს არასტაბილურ რეჟიმად RBMK ტიპის სისტემისთვის, ექსპერიმენტი მაინც გაგრძელდა. აქ მოხდა პირველი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ინჟინერებმა გააგრძელეს სიმძლავრის ხელოვნური შენარჩუნება, ჩაკეტეს ავტომატური უსაფრთხოების სისტემები და გამორთეს რეაქტორის დაცვის ნაწილი, რათა ტესტი არ შეწყვეტილიყო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ რეაქტორი მიდიოდა ექსპერიმენტში სრულიად დაუცველი. ზეწოლის ქვეშ ოპერატორებმა ჯერ გამორთეს ტურბინა, შემდეგ დაიწყეს რეაქტორის გაჩერება, რაც გულისხმობდა ღეროების, ანუ ეგრეთ წოდებული AZ5 სისტემის ჩაშვებას ბირთვში. მაგრამ აქ ამ ერთი ღილაკის დაჭერით მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა. ღეროები, რომლებსაც უნდა შეეჩერებინათ რეაქცია, შეიჭრა ბირთვში, მაგრამ მათი ტიხრების ბოლოები გრაფიტით იყო დამთავრებული. ეს გრაფიტი თავდაპირველად აჩენს პიკის ეფექტს და მცირე მომენტში რეაქცია არ ჩერდება, არამედ ძლიერდება. ბირთვი წამებში ჩავარდა უკონტროლო რეაქციაში. წყალი ადუხდა, ურთქმა ვერ იპოვა გასასვლელი. წნევამ გადააჭარბა კონსტრუქციის ხვარს და შემდეგ აფეთქება. არა ერთი, არამედ ორი. პირველი ორთქლისგან, მეორე ბირთვში შექმნილი ჰიდროაერის შიდა აფეთქების შედეგად. რეაქტორის კორპუსი გაწყდა, ბირთვმა ამოხეთქა, აიტაცა 1800 ტონიანი ბეტონის საფარი და ჰაერში გაუშვა, არა მხოლოდ ცეცხლი, არამედ რადიაცია, უხილავი, უგემური, უგრძნობი, მაგრამ უმაკვდინებელი. სადგურში არავინ იცოდა რა მოხდა. პირველი შეტყობინებები მხოლოდ ხანძარს ეხებოდა. ოპერატორები ეძებდნენ წყალს, სხვა კი ეძებდა მიზეზს, მაგრამ იქ უკვე აღარ იყო დრო კითხვების დასმისთვის. იყო მხოლოდ სიჩუმე და სიკვდილი, რომელიც ნელ-ნელა იპარებოდა ჰაერში. ჩერნობილის კატასტროფის ოფიციალური რეაგირება თავდაპირველად აბსოლუტურად უხეში და ფრთხილი იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ დიდხანს დააყოვნა, რათა დაეფარა აფეთქების სიმძიმე. პირველადი განცხადებები, რომლებიც თითქოს და ადგილობრივი ინციდენტის შესახებ იყო, საგრძნობლად არასახოდნენ რეალურ მდგომარეობას. საბჭოთა მთავრობა იმედოვნებდა, რომ დაუყოვნებლივ ჩადგებოდა სიტუაცია მწყობრში და ეს არ გახდებოდა საერთაშორისო სკანდალი. მხოლოდ 3 დღის შემდეგ, 86 წლის 28 აპრილს, გაკეთდა ოფიციალური განცხადება, თუმცა იგი სულ სხვა იყო, ვიდრე რეალობა. რეაქტორის ლიკვიდაციის პროცესიც პარალელურად დაიწყო, თუმცა მასაც არ ჰქონია სათანადო ადეკვატური მომზადება. ადგილზე პირველ რიგში ჩატარდა სამუშაოები, რომელსაც ლიკვიდატორების გუნდები აწარმოებდნენ, მაგრამ ისინი იმყოფებოდნენ საეჭვო უსაფრთხოების პირობებში, ხოლო ჩვეულებრივ სამუშაო ტანსაცმლით,
ასე მდგომარეობაში ისინი ცდილობდნენ, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ რადიაციული დაბინძურება, თუმცა ზონაში ყველაზე სახიფათო ადგილები ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო. პირველი მეცნიერების ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ, დაგვიანებით გამოჩნდნენ. მათი მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, სანამ სპეციალისტები გამოჩნდებოდნენ, რომლებიც შესაბამის საქმიანობას გასწევდნენ. თუმცა მათაც იგივე გაურკვევლობის პირობებში უწევდათ მუშაობა. მეცნიერების ეს ადრეული ჯგუფი კი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაკლებად პოპულარულად მოიაზრებოდა, რადგან მათი როლი თითქმის სრულიად შეუმჩნეველი იყო. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ რეაქტორის აფეთქების შესახებ დაიწყო უფრო მეტად ღიად საუბარი, სიტუაცია უკვე იმდენად კრიტიკული იყო, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც მოითხოვდა მეტი დეტალების გამჟღავნებას. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირი მთელი ძალით ცდილობდა, რომ არ გამოეხატა რეალური მასშტაბები და შიში, რომელიც შესაძლო გლობალურ გავლენას იწვევდა. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ სრულად შეაჩერა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, რაც არ შეესაბამებოდა მათ ოფიციალურ ვერსიას. ეს პოლიტიკა იმ დროს კიდევ უფრო საგრძნობი გახდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი ინფორმაციით შემოსვლა და გაიგეს რეაქტორის აფეთქების შესახებ. პირველი საერთაშორისო ჩარევა მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა შვედეთის ატომური სააგენტოს ტექნიკური ჯგუფი ატომური დაბინძურების იდენტიფიცირებას აკეთებდა და მათი ანალიზი აჩვენებდა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები უკვე გავრცელებული იყო ევროპის სხვადასხვა რეგიონებში. ამ დროისათვის მთელმა მსოფლიომ კარგად გააცნობიერა, რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა თავიდან აეცილებინა არა მხოლოდ მის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული კატასტროფის რეალობა, არამედ ცდილობდა გადაერჩინა თავისი სტრატეგიული პოზიციები, რაც უფრო დიდი კუთხით კრიზისის წარმოშობას გამოიწვევდა. თუმცა, როგორც ჩანს, შეუძლებელი იყო იმ სოციალური და პოლიტიკური ციხესიმაგრის დაფარვა, როცა გარემო და მისი გავლენა ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ჩერნობილის კატასტროფის მართვის პროცესში, როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასშტაბური ოპერაციები. პირველ რიგში დაიწყო ფართომასშტაბიანი ევაკუაცია 30 კილომეტრიანი ზონიდან. 100,000-ზე მეტი ადამიანი იქნა გაძევებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არც ისე სწრაფად იქნა განხორციელებული. შედეგად მრავალი ადამიანი დარჩა გადამწვარ და დაბინძურებულ ადგილებზე, რაც კიდევ უფრო გაამზაფრებდა ადამიანის ჩართულობის პრობლემებს. ევაკუაციის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა. 2 მაისს საბოლოოდ მოხდა ის, რომ თითქმის მთელი ქალაქი პრიპიატი, რომელშიც არაერთი ოჯახი ცხოვრობდა, დაცარიელდა. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ლიკვიდატორების მობილიზაცია, რომლის პასუხისმგებელნი იყვნენ რეაქტორის რადიაციული ზემოქმედების განეიტრალებაზე. თუმცა, მათი რაოდენობა და მომზადება არ იყო ეფექტური, რადგან კადრები, რომლებიც იქ იყვნენ, დიდი ხნით ვერ გაძლევდნენ უძლიერესი რადიაციული ზემოქმედების პირობებში. ეს ადამიანები ხშირად იმყოფებოდნენ უსაფრთხოების მინიმალური ზომებით. მათ მიერ შეწირულმა ძალამ ფაქტობრივად სიცოცხლის ფასად შეამცირა კატასტროფის მასშტაბები, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა რადიაციის შეკავება. ჩერნობილის კატასტროფის ზიანი იყო მრავალმხრივი და უდიდესი, როგორც მიკრო, ისე გლობალურ დონეზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გლობალური ბირთვული კატასტროფა აღმოჩნდა. ზიანის გააზრება რთული პროცესია, რადგან ის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ უშუალო ზეგავლენით, არამედ მოიცავს ჯანმრთელობის, გარემოსა და პოლიტიკურ სფეროებს. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი, რომლის უშუალოდ დაზარალდნენ აფეთქების შედეგად, განიცადეს უმაღლესი დოზის რადიაციული დასხივება. ლიკვიდატორები, მეხანძრეები, ასევე ადგილობრივები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ევაკუირებული, იყვნენ ძლიერი რადიაციული ზემოქმედების ქვეშ. ისინი განიცდიდნენ რადიაციის მოწამვლას, რაც იწვევდა უმძიმეს ჯანმრთელობის პრობლემებს. დროთა განმავლობაში ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაგროვებული რადიაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია კიბოსა და სხვა მძიმე დაავადებების ზრდა რეგიონში. განსაკუთრებით გაიზარდა მკერდის კიბოს, ლეიკემიისა და თვით სისტემური დაავადებების შემთხვევები. აფეთქებამ გამოიწვია სერიოზული რადიაციული დაბინძურება, არა მხოლოდ ჩერნობილის, არამედ გარშემო მდებარე ფართო ტერიტორიების, მათ შორის უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მიწის, მცენარეების და ცხოველების ჩართულობა დაინგრა. ეკოსისტემაში გაუარესდა ბიომრავალფეროვნება. ცხოველთა ზოგიერთი სახეობა, რომლებიც მახლობლად ცხოვრობდა, დაიღუპა, ამთლიანად გაქრა. მხოლოდ უშუალო ლიკვიდაციის, ევაკუაციის
და დაზარალებული ტერიტორიების გაწმენდის ხარჯებმა მილიონობით რუბლი შეადგინა. აფეთქების შემდეგ მთავრობის მიერ ამ სამუშაოების ჩატარება მოითხოვდა $100 მილიარდი ხარჯს. ეს მხოლოდ ფინანსური ზიანის პირველი ნაწილი იყო, რადგან ტერიტორია, რომელიც აღარ იყო გამოყენებადი, ტვირთი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩერნობილის კატასტროფამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ბირთვულ პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო დაკვირვება ბირთვულ ელექტროსადგურებზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების ახალი ზომების მოთხოვნა. ჩერნობილის კატასტროფის დროს რამდენიმე გმირმა გაწირა თავიანთი სიცოცხლე და ფაქტობრივად აღასრულა რადიაციული საფრთხის შემცირება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ მსოფლიოს მთლიანად არ განიცადა კოლოსალური რადიაციული ზიანი. ეს ადამიანები, რომლებიც ჩერნობილის გმირები გახდნენ, იყვნენ მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნეს მომავალ თაობებს უსაფრთხოება. ზოგიერთი მათგანი მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელი შესაძლოა ნაკლებად ცნობილი იყოს, შეცვალა მსოფლიო ისტორია. მათ არა მხოლოდ რეაქტორის შესუსტებაზე, არამედ ახლოს მდებარე შენობების დაცვაზეც ისრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, მეხანძრეებმა, რომლებიც იყვნენ ვიქტორ კოზლოვი, ალექსანდრ კირილენკო და ვალერი ბოინჩუკი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, შეუფასებელი საქმე გაწიეს. ჩერნობილის კატასტროფა უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ის ასევე გახდა მტკიცებულება იმისა, თუ რა მასშტაბის რისკებს შეიცავს ბირთვული ენერგია, თუ ის არ არის სათანადოდ გაკონტროლებული. დღეს, როდესაც ანალიზს ვაკეთებ ჩერნობილის კატასტროფის შესახებ, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება პირველ ადგილზე უნდა იყოს, ხოლო ბირთვული ენერგიის გამოყენება ისე უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ მსგავსი კატასტროფები აღარ განმეორდეს. ეს ისტორია წარუშლულად დარჩება, არა მხოლოდ როგორც ტრაგედია, არამედ როგორც გონივრული დაფიქრებისა და სწორი ნაბიჯებისკენ წასვლის აუცილებლობის მაგალითი.